ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ სინერგიული ცნობიერება და სინერგიული ცხოვრების წესი. ამ თემას წარმოაჩენს სახარების ის მონაკვეთი, რომელიც იკითხება სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეულის კვირადღის წირვაზე. სახარება არის ყველასთვის კარგად ცნობილი იგავი ტალანტების შესახებ. ზოგიერთი מחარებელი ტალანტის მაგივრად ქანქარს ხმარობს. ტალანტიც და ქანქარიც ფულის ერთეულების დასახელება იყო მაშინდელ ისრაელში და იგავის შინაარსი არის ასეთი, რომ ადამიანი, კაცი სხვადასხვა პიროვნებებს, კონკრეტულად სამ პიროვნებას აძლევს გარკვეულ რაოდენობას ტალანტებისა, ანუ ქანქარისა. ერთს მიეცემა 5 ტალანტი, ანუ იგივე ქანქარი, სხვა შემთხვევაში, მეორეს 2 და მესამეს 1. და სტოვებს მათ და მიდის ეს ადამიანი, ეს კაცი, ვინც ეს ტალანტები და ეს ასე ვთქვათ უბოძა ადამიანებს და შემდეგ როცა ბრუნდება აინტერესებს როგორ გამოიყენეს მათ ეს მისგან მიცემული ესეთი თანხა, რომელიც მათ მიეცათ სხვადასხვა თანხა და აღმოჩნდება, რომ აი პირველმა ვისაც 5 ქანქარი მიეცა, გაამრავლა ეს თავისი შრომით და კიდევ ასე ვთქვათ ორჯერ მეტი გახადა, 5-ს 5 შესძინა. მეორემაც ასევე ორჯერ გაამრავლა, 2-ს 2 შესძინა და ორივეს ასე მიმართავს მაცხოვარი. მოვედ მონაო კეთილო, მცირესაზე და სარწმუნო იყავ, მრავალსაზე და დაგადგინო შენ. მესამე მოდის და ეუბნება, ვისაც 1 ქანქარი მისცა ამ კაცმა და ეუბნება, რომ აი მეშინოდაო, რომ ეს ქანქარიო, მე არ დამეკარგაო და მიწაში დავმარხეო და ახლა შენ გიბრუნებ იმას, რაც მომეციო. და ეს კაცი ეუბნება, რომ შენ ცუდად მოიქეცი, იმიტომ რომ შენ ეს ქანქარი, იგივე ტალანტი მისთვის მოგეცა, რომ გაგემრავლებინა და შენ ეს არ გააკეთე, ანუ შენი ასე ვთქვათ, რისთვისაც ეს მოგეცა, შენ იმისთვის ეს არ გამოიყენე. ამიტომ შენ ჩამოგერთმევა ეს ასე ვთქვათ, თანხა, ანუ ეს ქონება, შეიძლება სხვანაირად ვთქვათ და გადაეცემა მას, ვინც ეს კარგად გამოიყენა და ამბობს, რომ მიეცით ვისაც აქვს ახლა 10 ქანქარი. და ამბობს, რომ ვისაც ჰქონდეს მიეცეს და მიემატოს და რომელსაც არ ჰქონდეს მოვეეღოს მას. ანუ ვინც გამოიყენა, იმას კიდევ მეტი მიეცემა. ვინც არ გამოიყენა, მას ის რაც მიეცა, ისიც ჩამოერთმევა. აი ესეთია და ნორასაკვირველია დაიჯება ის ვისაც ჩამოერთმევა, ეს ნიშნავს, რომ ის დარჩება აი ამ ქონების გარეშე. და ეს იგავი რასაკვირველია, ეს არის გადატანითი მნიშვნელობა, კაცი, რომელიც აი ამ ქონებას, ამ თანხებს ურიგებს ადამიანებს, არის უფალი ჩვენი ღმერთი და იგი ტალანტები ამ შემთხვევაში არის სიმბოლო იმ ნიჭისა, სასიცოცხლო ენერგიებისა, უნარებისა, რომელსაც ღმერთი ყველა ადამიანს აძლევს და
აი ეს შემდეგ მისი დაბრუნება და აი პასუხის მოთხოვნა თუ როგორ გამოიყენეს, ეს არის სწორედ აი ადამიანის საბოლოოდ შეფასება მისი, როგორ იცხოვრა მან, რამდენად სწორად გამოიყენა მან ეს ღვთისგან მოძებული ნიჭები. აი მე შემდგომში სწორედ აი ნიჭის სინონიმი გახდა ტალანტი. აი აქედან ამ იგავიდან არის ეს ნიჭი სინონიმი ტალანტი. აი ადამიანს აქვს ტალანტი, ესე იგი მას აქვს ნიჭი, რომელიც ღმერთმა უბოძა და ასევე გავრცელებულია ასეთი გამოთქმა, რომ ადამიანმა თავისი ნიჭი, თავისი ტალანტი მიწაში დამარხა და ესეც ამიგავიდან არის, რომ აი ვინც არ გამოიყენა ეს ღვთისგან მოცემული ნიჭი, მან ფაქტიურად ნიჭი გამოუსადეგარი გახადა, მიწაში დამარხა, ესე იგი და ასე ვთქვათ, ვერ გაამრავლა იგი, ვერ განავითარა ეს თავისი ნიჭი, თავისი საცოცხლო ძალები. აი ამ იგავიდან და რასაკვირველია დაისაჯა. აი ამ იგავიდან რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება გვაქვს ჩვენ. პირველი სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანს ღმერთი აძლევს რა სასიცოცხლო ძალებს, აი ამ სასიცოცხლო ძალებში არის ენერგიები, სხვადასხვა უნარები, ადამიანური შესაძლებლობები და თუ ადამიანი ამ შესაძლებლობებს იყენებს, ანუ ცდილობს მათ საფუძველზე იმოქმედოს, ადამიანს აქვს ნაყოფი და აი სწორედ რაც უფრო სრულად იყენებს ადამიანის შესაძლებლობებს, მით უფრო სრულია ეს ნაყოფი და ღმერთი აი როდესაც იხილავს, რომ ადამიანმა მისთვის მიცემული ეს ნიჭები განამრავლა, შემდეგ უფრო მეტს აძლევს. ანუ და ეს არის ფაქტიურად ადამიანის სრულყოფის გზაზე. რაც უფრო ისწრაფვის სრულყოფისაკენ, მით უფრო ხდება მუდმივად ადამიანის სულიერი ზრდა და მისი ახალი და ახალი ნიჭების მის სულიერ სამყაროში, ესე ვთქვათ, გამოვლენა, რასაც უფალი შეიძლება ითქვას ანიჭებს. აი ამ ტალანტების და ჩვენს მიერ მოთხრობილ იგავში არის ასევე სწავლება იმის შესახებ, რომ ყველა ძალა, ყველა ენერგია, რომელიც ადამიანს გააჩნია, ღვთისგან არის. ღვთისგან ღებულობს ადამიანი ძალას, მაგრამ თუ ადამიანმა ღვთისგან მოცემულ ძალას საკუთარი ძალა არ შეუერთა, ანუ თანაშემოქმედებითი არ გახდა ღმერთთან, მაშინ ესე იგი მისთვის მიცემული ნიჭი გამოუსადეგარი იქნება. ესე ვთქვათ, აღმოჩნდება როგორც მიწაში დაფლული, დამარხული, ანუ უმოქმედო, უნაყოფო. აი უნაყოფოება, ესე იგი არის აი სულის უნაყოფოება, თუ ადამიანი აი ღვთაებრივ ენერგიას, საკუთარ ენერგიას არ უერთებს და თუ არ ისწრაფვის აი ამ ღვთისგან მოცემული ნიჭების გამრავლებისაკენ, მაშინ ადამიანი უბრალოდ სარგებლობს აი ამ სიცოცხლის ენერგიით, მაგრამ არ ხდება მისი სრულყოფა, არ ხდება მისი განვითარება, რის გარეშეც ადამიანი ვერ გახდება, ესე იგი, შვილი ღვთისა, რის გარეშეც ადამიანი ვერ აღასრულებს თავის დანიშნულებას, რომ განიღმრთოს, მიემსგავსოს ღმერთს. მხოლოდ აი ამ სულიერი სრულყოფის გზაზე ადამიანი აღწევს და აი სწორედ სრულყოფისაკენ სწრაფვა ეს არის სინერგიული ცნობიერება. ერთის მხრივ ღვთაებრივი ენერგიების ფლობა, გაცნობიერება, რომ ეს ძალა ღვთისგან აგვაქვს ჩვენ და მეორე აი მათი გამრავლებისთვის ზრუნვა. ამავე დროს ამიგავში არის კიდევ მეორე ესეთი და მეორე თემა, ეს არის ის, რომ ადამიანებს ღვთაებრივი ნიჭები სხვადასხვა
სახით, სხვადასხვა ზომით ეძლევათ. და ესეც რაზე მეტყველებს, რომ ადამიანთა შორის არის განსხვავებული ფუნქციები, სხვადასხვა პიროვნება, სხვადასხვა ფუნქცია აქვს და ეს არ აკნინებს, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას, ვისაც მეტი მიეცა ღმერთის მიერ, ესე იგი ის უფრო ასე ვთქვათ, პრივილეგირებულია. ღმერთი არავის პრივილეგი, ყველა ღვთის შვილები ვართ. ღმერთს ყველა შვილი ერთნაირად უყვარს, მაგრამ თავარი ის კი არ არის, ვის რამდენი ტალანტი მიეცა. თავარი ის არის, ვინ როგორ გამოიყენა ეს ტალანტი. და ვინ სრულყოფილად იყენებს, ისინი ყველანი ღვთის წინაშე თანასწორნი არიან, მიუხედავად იმისა, მეტი ტალანტი მან განამრავლა თუ ნაკლები. ფაქტიურად ყველანი თანასწორნი ვართ, ჩვენ რაც მოგვეცა, აი იმას გთხოვს ღმერთი, იმის შესაბამის ქმედებას გთხოვს ღმერთი და თუ ჩვენ იმის შესაბამის ქმედებას ვახორციელებთ სრულყოფილად, ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ. აი დედაბერმა 2 გროში შესწირა და მაცხოვარი ამბობს, რომ მან სხვებზე მეტი შესწირა, რატო? იმიტომ რომ მან თლიანად აი ის რაც ღმერთმა მისცა, თლიანად ეს გამოიყენა, თლიანად, ესე იგი, ღმერთის სამსახურში ჩააყენა მთელი არსებით, ესე იგი, ემსახურა ღმერთს და აი შესწირა ეს მთელი თავისი ღვთისგან მოცემული ნიჭი სრულად გამოიყენა. და ეს არის სრულყოფილება, არის ღვთისგან მოცემული ნიჭის სწორად გამოყენება და აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით ისევე როგორც ცოდვა გააკეთო იმაზე ნაკლები, ვიდრე შენ მოგეცა ამის ძალა და საშუალება, ასევე ასეთი სულისთვის საზიანოა და არ არის მომტანი სიკეთის გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე მოგეცა. ვისაც 2 ქანქარი მიეცა, იმან არ უნდა გაამრავლოს, ესე იგი 2-ზე მეტი, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც მას შეუძლია, ისი გამრავლებაც მას შეუძლია და ამიტომ აი ეს ჯვრის ტვირთულობა უნდა იყოს შესაბამისად და ეს ამოცანა, რომ ადამიანმა აღმოაჩინოს, აი რა არის მისი ტალანტი, რა არის ის, რაც მან უნდა აღასრულოს, აი ამას სჭირდება გულისხმის ყოფა, ამას სჭირდება ესეთი სწორედ ადამიანის მიერ თავისი შესაძლებლობების დანახვა და არც იმაზე ნაკლების გაკეთება, ვიდრე მას მიეცა ამის საშუალება და არც იმაზე მეტის. ნაკლების გაკეთება ეს არის ესეთი მცონარება, ეს არის ადამიანის ესეთი არაშემოქმედებითი ცხოვრება, მომხმარებლური დამოკიდებულება, როცა ადამიანი, ესე იგი, მხოლოდ მოიხმარს და არაფერს გასცემს, ანუ არ ქმნის არაფერს. ეს ერთი უბედურებაა და მეორე უბედურება, როცა ადამიანი ცდილობს იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე მას ძალა მიეცა. ეს კი ამბარტავნებაა და არასწორად გამოყენება. როდის ხდება ეს გადაჭარბება, როდესაც ადამიანი არასწორი დანიშნულებით იყენებს ღვთის ნიჭს და მაშინ დასაკვირველია, შეიძლება მან გადააჭარბოს და ჩავარდეს ამბარტავნებაში. აი ეს არის ძირითადად და აი თვითონ აი ამ ტალანტების გამრავლება, ღმერთის მიერ მოცემული ტალანტების გამრავლება ნიშნავს სინერგიული ცხოვრების წესს. ანუ როცა შენ მოქმედებ არა საკუთარი ძალების გათვალისწინების, საკუთარ ძალებზე დაყნობით, არამედ იმ რწმენით, რომ შენ ღმერთისგან მოგეცა ეს ძალები და ღვთის ნებას აღასრულებ და ღვთისგან მოცემულ ესე ვთქვათ ძალას ეყრდნობი. ოღონდ შენც ცდილობ, რომ ეს ძალა ღვთისგან მოცემული შენი ძალასთან, ღვთის ძალასთან შენი ძალის შეერთებით იხილო ნაყოფი. და ის სწორედ ეს ნაყოფია თქმილი და აი ამ ნაყოფზე ამბობს უფალი, რომ მოვეთ მონაუკეთილო, მცირესა ზედას არწმუნო იყავ. ანუ რაც მოგეცა ის
შენ სწორად გამოიყენე და მრავალსა ზედა გაგიმრავლო, უფრო მეც მოგცემ. და ეს არის მუდმივი გზა სრულყოფისა და თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს, ის თანდათანობით იზრდება. ამიტომ ერთი მხრივ აი ამ სინერგიის პროცესში საჭიროა სიბრძნე, დავინახოთ რა არის, რა მოგვეცა, რა ტალანტი მოგვეცა, არც იმაზე ნაკლები გავაკეთოთ, არც იმაზე მეტი და მუდმივად ვიყოთ სულიერი სრულყოფის გზაზე. აი ეს სწორედ ამის გარეშე ცხოვრები ადამიანი შეიძლება რაიმე ბოროტებას არ აკეთებდეს, მაგრამ თუ ის ესე იგი არ ამრავლებს იმ ტალანტს, რომელიც ღმერთმა მისცა, ან არასწორად ამრავლებს, იმაზე მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე მიეცა, ეს ადამიანი რასაკვირველია, სულიერ ნაყოფს ვერ იხილავს და აი ამიტომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს შინაგანი, ესე ვთქვათ, დაუკმაყოფილებლობის გზნობა, ესეთი ნაკლულევანების გზნობა ჰქონდეს. ამიტომ აი სწორედ სწორი სინერგიული აზროვნება და სწორი სინერგიული ამ აზროვნებაზე დაფუძნებული ცხოვრების წესი არის მომტანი ადამიანისთვის კეთილი ნაყოფისა, სიხარულისა და ღმერთთან ესეთი მუდმივი ღმერთთან მუდმივი დაახლოების პროცესში ყოფნისა, რაც არის აი სწორედ რაც არ უნდა წუთისოფელს ჰქონდეს თავისი სიმწარე, აი როდესაც ჩვენ უფალს უახლოვდებით, ყველა სიმწარეს, ესე ვთქვათ, აჭარბებს სიხარული, რომელიც ამ დაახლოების პროცესს მოაქვს ჩვენთვის და რასაკვირველია არის მანუგეშებელი ჩვენი სულისაც და ასეთი ჩვენი ხორციელი სიმძიმის, ხორციელი ტკივილის განმაქარვებელი. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ უღელი ჩემი ტკბილარს და ტვირთი ჩემი სულუქარს ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ აი ამ სინერგიული ცნობიერებით და სინერგიული ცხოვრების წესით უღელი ჩვენი გახდეს ტკბილი და ტვირთი ჩვენი გახდეს სულუქი. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მრავალს დაგასწროთ. ჩვენთან არს ღმერთი.